ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ჩვენ საუბრობთ 7 დეკემბრის გამოფენაზე, ეს არის მხატვრული დანების ექსპო, რომელიც უკვე მეოთხედ იმართება. ეს არის ზაზარევიშვილის პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ალბათ პირველი და ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას. მთელი კონცეფცია ამ გამოფენის არის ის, რომ მისი მონაწილეები არიან მოწვეული სტუმრები, მონაწილეები, ოსტატები მთელი მსოფლიოდან. ფაქტიურად მეოთხე გამოფენაა ეს და მე მგონი კონტინენტი არ არის, რომელსაც არ შევეხეთ და კონკრეტული კონტინენტიდან არ მოვიწვიეთ საკმაოდ გამოჩენილი ოსტატი, რომელიც იღებს ამ გამოფენაზე მონაწილეობას. აქაც ასე ვთქვათ, შევეცადეთ, რომ 7 დეკემბრის წინა პერიოდში დაახლოებით მაინც გვეჩვენებინა იმ ნაკეთობების ნუსხა და დაახლოებით იმ ნაკეთობების წარმომადგენლობა და იმ ოსტატების წარმომადგენლობა, რომლებიც 7 დეკემბერს ჩამოვლენ და მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოფენაზე. საკმაოდ საინტერესო დღე გველის. ქართველები ჩვენებიც იქნებიან. ქართველებიც იქნებიან, თუმცა იმთავითვე, როდესაც ეს გამოფენა დაიგეგმა, მთავარი კონცეფცია ამ გამოფენის არის ის, რომ ეს იყოს მაქსიმალურად შერეული, ასე ვთქვათ, მონაწილეების თვალსაზრისით. მთავარი ამოცანა არის ის, რომ საერთაშორისო ოსტატების ძალიან დიდი რაოდენობა ეტაპობრივად დავპატიჟოთ საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველ კოლექციონერებს, ქართველ და ცივი არაღის მოყვარულებს ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ ყოველთვის ამ კონკრეტული ოსტატების მიმართ და შესაბამისად მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდება აი ამ უცხოელ ოსტატებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, ჩამოდიან საქართველოში და იღებენ ამ ღონისძიებაზე მონაწილეობას. თუმცა მათ პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოჩენილი ქართველი ოსტატებიც მათ გვერდზე წარმოდგენილები არიან და რა თქმა უნდა, მათი ნაკეთობებიც არის პირველ პლანზე წამოწეული. გამოფენა გაყიდვა იქნება? რა თქმა უნდა, გამოფენა გაყიდვაა, საკმაოდ საინტერესო პროცესია, ჩვენი გამოცდილებით უკვე როგორც ვახსენე, მეოთხედ ვატარებთ ამ გამოფენას და ყოველ გამოფენაზე კმაყოფილი მომხმარებლების, ანუ კმაყოფილი კოლექციონერების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ანუ ეს ფაქტიურად დაიწყო წინა წელს, ანუ წინა წლის მაისში ქონდა პირველი სატესტო გამოფენა, ასე ვთქვათ, სადაც ჩვენ მოვსინჯეთ აი ამ კონკრეტული კონცეფციის რეალობაში წარმოდგენა და შესაბამისად აღსრულება. საკმაოდ დიდი პოპულარობა და საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა ამ ღონისძიებას და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე დაიგეგმა მორიგი ღონისძიებები. შემდეგი გავაკეთეთ დეკემბერში, წინა წლის დეკემბერში, ეს იყო ძალიან ვიწრო წრეზე გათვლილი გამოფენა, საკმაოდ საინტერესო. უფრო დახურული. შემდეგ უკვე ამ წლის მაისში გავაკეთეთ საკმაოდ ფართომასშტაბიანი გამოფენა და მაისის ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად უკვე ორჯერ ჩავატაროთ ეს გამოფენა, ანუ გაზაფხულის და ზამთრის სერია. ესეც რა თქმა უნდა ჩვენი გულშემატკივრების და კოლექციონერების სურვილიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა და გამომდინარე აქედან, ანუ წლის კალენდარი აი ამ შესანიშნავი გამოფენით ვიტყოდი რომ შევავსეთ და შესაბამისად მომდევნო წლიდან უკვე სტაბილურად გაზაფხულზე და ზამთარში გვექნება Art Knife Expo. ამ გამოფენებს შორის ასევე გეგმავთ, რომ ჩვენ გავაკეთოთ მცირე ზომის დემოები, ანუ კონკრეტულ ოსტატზე სოლო გამოფენები, რომლებიც კონკრეტულ ოსტატზე იქნება მორგებული და შესაბამისად, აი პერიოდულად, მეჩხერულად წლის განმავლობაში გვეყოლება საკმაოდ საინტერესო ოსტატები, რომლებიც მხოლოდ სოლო წარმოდგენით იქნებიან ღონისძიებაზე და შესაბამისად მათ ირგვლივ იქნება მთლიანი გამოფენა აწყობილი. საკმაოდ საინტერესო არის. მე ვხედავ ნამუშევრები არის უნიკალური შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მე არსად არ შემხვედრია მსგავსი არაფერი. ვისი არის ეს ნამუშევრები თუ საიდუმლო არა? ეს ხანჯალი უშუალოდ ჩემი ნამუშევარია. გამოყენებული მაქვს ბერტი რიტველის მოზაიკური დამასკი, რომელიც იჭედება საკისრებისაგან, საკმაოდ რთული ტექნოლოგია არის
და შემდეგ უკვე ქიმიური დამუშავების შედეგად ვიღებთ გარკვეულ ფერს, სხვადასხვა ფერს. სასწაულ ნახავს. იმიტომ რომ საკისრების სხვადასხვა შემადგენლობის ნახშირბადის შემცველობა, ამიტომ სულ სხვადასხვა ფერს ღებულობს ქიმიური დამუშავების მერე. ეს არის უნიკალური რეცეპტი ბერტი რეიტვილდის, რომელსაც ასე ვთქვათ, ვერ და არ ამეორებს. კი. ერთადერთი ვერავინ, ასე ვთქვათ, დრაკონის Dragon Skin, ინგლისურად არის დრაკონის ტყავი. დრაკონის ტყავი, კი, დრაკონის ტყავი. წლები ალბათ ამით ხარ ხო დაკავებული? უკვე 31 წელი იქნება. როგორც აი ადრე ჰობი იყო, მე რო დავამთავრე სამხატვრო აკადემია და სამხატვრო აკადემიაში ეს იყო ხობის დონეზე, მაგრამ სამხატვრო აკადემია საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 85 წელში მე მუშაობდი სურათწერეთელთან საქართველოში, მოსკოვში და მე უკვე 93 წლიდან უკვე ამერიკაში როცა გავარკვიე ეს გამოფენების არსებობა ევროპაში, ამერიკაში დავიწყე ამ სხვადასხვა გამოფენებზე სიარული და მე უფრო ჩავეფლე და ეხლა ძირითადი საქმიანობა ეს არის ჩემი. თუ საიდუმლო არ არის, მომგებიანია. უნდა გარკვეულ დონეზე უნდა ახვიდე, მაშინ უკვე საკმაოდ თავის გამართლება აქვს. იმიტომ რომ მე ვხვდები რომ ასეთი ტიპის ნამუშევრები როგორც აი სპორტშია, ხო, აი შრომის შედეგად, სპორტშია მაღალი ლიგის კალათბურთელებში, ფეხბურთელებში, ისევე ამ სფეროში, ნებისმიერ სფეროში. რომ ამის თანატიპის ხელოვნების ნიმუშს ჭირდება ძალიან დიდი დრო, სამუშაო ძალიან დიდი დრო და ამიტომ ვკითხულობ ამართლებს თქო? მაგრამ ეხლა მე წარმომიდგენია თითოეული შეიძლება ეს ნამუშევარი აი რამდენი ხანი კეთდებოდა ალბათ თვეზე მეტი. მაგრამ საერთოდ რომ მეკითხებიან რამდენი ხანი მოუნდიო ნამუშევრის გაკეთებასო მე ვეუბნები 31 წელი თქო. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის ამ გამოცდილების და შესწავლის გამოცდილების და პრაქტიკის საფუძველზე აღწევ უკვე ამ დონეს. ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენს სახელოსნოში ვიზიტი. მოგწანდით? დიდი სიამოვნებით. ეს უკვე ამერიკაში. კი. ეს უკვე ამერიკაში. ვისკონსინის შტატია, შესანიშნავი შტატია, დედაქალაქია მედისონი, სადაც მე ცხოვრობ და მუშაობ. ჩიკაგოდან 3 საათია სულ მანქანით შორს არ არის. ვეცდები მოვხდეთ თქვენ. კი ბატონო. იდეა თავისთავად წამოვიდა იქიდან, რომ აი ჩვენ რეგიონში და ჩვენ ლამაზ ქალაქში თავისუფალი სივრცე იყო, სადაც ამ ტიპის გამოფენა არ ტარდებოდა. ძირითადი ფოკუსია გავაკეთოთ ელიტარული გამოფენა, ელიტარული ნამუშევრების გამოფენა. ეს არ არის რაოდენობაზე გათვლილია უფრო ხარისხზე და დონეზე და ამისთვის მუშაობთ, რომ სოფლიოს ყველაზე გამოჩენილი და მაღალი დონის ოსტატები შევგრებოთ ჩვენთან და უკვე პირველი, მეორე, მესამე ნაბიჯი წარმატებულად არის ჩატარებული ამ მიმართულებით. შემდეგ უფრო აიწევს თავისი დონით და მობძანდით და თქვენ თვითონ გასაჯეთ. მე ვეცდები რომ მოვხდეთ. აუცილებლად. ეს ონლაინ მაღაზიაა, სადაც ყველაფრის შეძენა შეძლებთ. აქ ფართო არჩევანია: ტექნიკა, სახლი, ეზო, დეკორი, მშენებლობა და რემონტი, სპორტი, მოგზაურობა, სოფლის მეურნეობა, ბავშვთა სამყარო, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოკლედ, არჩევანი დიდია. და კიდევ 10-50 ლარიან ვაუჩერს გავათამაშებ. ყველაზე მეტი კომენტარი ვისაც აქვს დაწერილი ჩემს არხზე. ეს არის ბერტი რეიტვილდის ნამუშევარი. ბერტი რეიტვილდი ვახსენეთ უკვე აი ამ ფოლადებზე, რომელიც უკვე ჩავწერეთ. საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია, ასევე წარმოდგენილია ბერტის ფოლადი პირზეც, ეს არის კარბონის ტარი, ძალიან საინტერესო ჩანართებით. და გარდა ამისა, ბერტისთვის ძალიან დამახასიათებელი ნიუანსია, კონკრეტულად ამ დანაშიც, ბოლსტერზე გაკეთებული აქვს ტელესკოპური გასაჭრეტი, ასე ვთქვათ რა, სადაც გაჭრეტის სახელმწიფოში კამერამ ვერ დაინახა და გუგლში. აი თუ შენი მაყურებლები, რა თქმა უნდა, შოუზე მოვლენ და ბერტის მიხილავენ უშუალოდ, ხო? მის ნამუშევრებთან აი ესეთი ტელესკოპური გასაჭრეტი იქნება და ძალიან თამამად შეუძლიათ რომ აი ესე განჭვრიტონ
და შიგნით ლამაზი წარწერა კი, დაინახო. და დაინახონ უკვე ბერტის ბრენდირებული, ასე ვთქვათ, ლოგო და წარწერა. არ შემიძლია არ აკითხო ამისი ფასი. Ну, დაახლოებით ამ კონკრეტული მოდელის ფასი $1500-დან $2000-მდეა, იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს მთელი უნიკალური ნიუანსები არის კონკრეტულად ამ დანაში წარმოდგენილი. ესეც ჩვენი მონაწილეა, ჩვენი გამოფენის მონაწილეა, ეს არის ტონი კარლსონის დანა, საკმაოდ საინტერესო, ეს არის ლაინერ ლოქი. Ну, ლაინერ ლოქი რას ნიშნავს? ეს არის ფიქსაციის მექანიზმი, რომელიც თვითონ ტარში დამონტაჟებული ტიტანის ლაინერებზეა აგებული. და შესაბამისად ერთ-ერთ მყარ ფიქსაციის მექანიზმად ითვლება. საკმაოდ საინტერესო დანა მთლიანობაში. ესე იგი, ასევე გამოყენებულია თვითონ ოსტატის დამასკური ფოლადი, როგორც ბოლსტერზე, ასევე პირზე. ეს არის ბუმბულისებრი ნახატი, ხო, ესე ეძახიან კონკრეტულად, აი თუ ახლოდან გადაიღებ, აი აბსოლუტურად ბუმბულის ფაქტურა აქვს. როგორც პირზე, ასევე ტარზე. და რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი სათქმელია, ეს არის ტარზე გამოყენებულია მამონტის ეშვის გარე ნაწილი, კი, ფირფიტები, რომელიც ნუ აი დაუვიწყარ, ასე ვთქვათ, ვიზუალს აძლევს ამ და განუმეორებელს, კი. აქვე არის ავტორის წარწერაც, აქვე არის ტიტანის ანოდიზირებული ლაინერები, ლურჯ ფერში. მოკლედ, ნუ აი სასწაული ფერების პალიტრაა კონკრეტულად ამ დანაში წარმოდგენილი. ამ კონკრეტული ღირებულება $6000-ია და შესაბამისად წარმოდგენისთვის, ანუ დაახლოებით მსგავსი მასალებით, მსგავსი კონკრეტული შესრულებით. ეს არის უმაღლესი შესრულების დონე. ანუ ფაქტიურად ეს არის ხელნაკეთი რო არის, აღარ ვამბობთ უკვე. აბსოლუტურად ყველა დანა ჩვენს გამოფენაზე არის ხელნაკეთი. წონა ფაქტიურად ისეთი აქვს, რა ვიცი რა, აი ვერც გრძნობ ხელში თითქოს რა და რამდენად ფუნქციონალური არის კიდე იმის გარდა რომ ლამაზია. მართლაც გარდა მხატვრული დანიშნულებისა ეს დანები აბსოლუტურად გათვლილია ფუნქციონალურ დატვირთვაზეც. შესაბამისად, წონა განსაზღვრულია უფრო გამოყენებული მასალებიდან გამომდინარე და ნებისმიერი მასალაც ასევე ფუნქციონალურ დატვირთვაზეა გათვალისწინებული. შესაბამისად, გარდა მხატვრული დანიშნულებისა, ეს დანა აბსოლუტურად რეალურად ინსტრუმენტია რა, როგორც შეიძლება დანა ცივი არაღი გამოიყენო რა, თავისთავად მჭრელია, თავისთავად ფუნქციურია, მყარია და ასე შემდეგ. თუმცა ის მასალები, რაც ამ დანის შექმნის დროს გამოიყენება, რა თქმა უნდა, მფლობელს არ უტოვებს იმის სურვილს, რომ მაინდა-მაინც სრული დატვირთვით გამოიყენოს. ცხადია რა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ძვირადღირებული მასალებია და შესაბამისად მაინცერიდება და უფრთხილდება. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია გამოყენება. ეს არ არის მხოლოდ თაროზე დასადები მხატვრული ნიმუში, ეს არის აბსოლუტურად ფუნქციონალური დანა, ხანჯალი, ხმალი და ასე შემდეგ. აქ მართლაც წარმოდგენილია, როგორც ვახსენე უკვე, აი ეს არის ბერტი რეიტვილდის ნამუშევარი, ანუ ეს ადამიანია, რაზეც ყვებოდი ამ ტელესკოპულ გასაჭრელზე. კი ბატონო. აქ წარმოდგენილია ასევე ლად დანილუკი, ჩვენი ზაქრო, ასევე იუკა ხანკალა, ანუ ფაქტიურად წლევანდელ აი 7 დეკემბრის გამოფენაზე მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ აი ყველა წამყვანი ქვეყანა ოსტატის სახით ყოფილიყო წარმოდგენილი რა, ანუ სადაც კი არის კულტურა, კონკრეტულად knife making-ის, ანუ დანის წარმოების, თან აყვანილია მხატვრულ დონეზე, ყველანი ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. შესაბამისად, აი მხოლოდ ეს რომ ნახოთ აი სასწაული ნამუშევარი. ეს არის პაულო გიდონის ნამუშევარი, იტალიელი ოსტატის, სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ვიყავით უშუალოდ მილანის დანების გამოფენაზე, რომელსაც მილანის დანების ოსტატების გილდია ატარებს. მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად ვითანამშრომლებთ სამომავლოდაც იტალიელი ოსტატების თვალსაზრისით. ფაქტიურად, ანუ ჩვენ და გილდია ერთად ვიქნებით წარმოდგენილები უკვე აი ამ ჩვენს გამოფენაზე მათი ოსტატების სახით. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო სიახლეები გვერდით. კატალოგში რაც ვიხილეთ, ამას ყველაფერს გამოფენაზე ნახავს ხალხი. რა თქმა უნდა, შეიძლება უბრალოდ ეს ნამუშევარი არ ნახო, მაგრამ ამ ოსტატს ნამდვილად ნახა. აი ეს არის ტონი კარლსონი, უშუალოდ ვიზეც გესაუბრე, აი ამ დანაზე რო გესაუბრე, შვედი ოსტატი. ეს ბატონი ზაზას ნამუშევრები, ვენდეტები. ეს არხი მონადირეებისა
Adventures Live Geo. საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია თვითონ ამ ბროშურაშიც წარმოდგენილი. თითოეული მონაწილე ფაქტობრივად კატალოგია. კატალოგია, კი, კატალოგია. ამ ბროშურებს მინი კატალოგი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმაში რომ უფრო ვრცელი კატალოგი ყველა მონაწილეების გავაკეთოთ ძალიან მაღალ დონეზე და მაღალი ხარისხით დაბეჭდილი, რომელიც უკვე აი სადღაც შემდეგი გამოფენისთვის ალბათ უკვე გვექნება. კი. ანუ ფაქტიურად ეს უკვე არის რეალურად ისტორია იმ მონაწილეების, რომლებიც ამ ღონისძიებაზე იღებენ, ასე ვთქვათ, საპატიო წვლილი აქვთ და იღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ამ ნაკეთობებზე ასევე მინდა დავამატო ის, რომ რაც ბატონმა ზაზამ ახსენა, ეს არის ერთგვარი ინვესტიცია. ანუ ეს უკვე არ არის მხოლოდ ცივი არაღი, ეს არის მხატვრული ნამუშევარი, რომელიც რეალურად არის ინვესტიცია და რეალურად ამიტომ არის საინტერესო კოლექციონერებისთვის, ამიტომ არის უკვე საინტერესო მათთვის, ვინც აი ამ ინვესტირებას გეგმავს და შესაბამისად უკვე უნდა რომ მას კოლექციაში კონდეს კონკრეტული ინვესტიცია, ფინანსური ინვესტიცია, მოდი ესე ვიტყოდი, რომელიც, დროთა განმავლობაში ძალიან კარგი ვისკივით და კონიაკივით, რაც უფრო ემატება, ასე ვთქვათ, წლები, უფრო ხდება მიმზიდველი, ფასეული. და აქვე დავამატებ. მაინტერესებს, ან შემიძლია რომ შეგეკითხო, არხზე მაყურებელმა თუ არ იცის ფასი. კი, არა, მაგას თამამად ვამბობთ, აბსოლუტურად თამამად ვამბობთ. აი ხა კონკრეტულად ამ მაგიდაზეც სხვადასხვა საფასო კატეგორიის წარმომადგენლები არიან დანების სახით, თუმცა ჩვენი საფასო რეინჯი, ასე ვთქვათ, დაახლოებით ალბათ $5,000-დან ალბათ $20,000-30,000-მდეც კი ადის, უკვე ნაკეთობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თითოეულ მათგანში ძალიან ძვირფასი ლითონებია გამოყენებული, გარდა ახლა იმ ფოლადისა, რაც ბატონმა ზაზამ ახსენა, თითოეული მათგანი შეიძლება შემკობილი იყოს ოქროთი, შეიძლება შემკობილი იყოს სხვა ძვირფასი ლითონით, გამოყენებული იყოს მამონტის ეშვი თუ კბილი კონკრეტულად ტარის დასამზადებლად. გამოიყენება აბსოლუტურად ძვირფასი ნაკეთობები, ამ ძვირფასი მასალები ამ ნაკეთობების შესაქმნელად. და დავასრულებ აზრს, ბოდიში დავასრულებ აზრს, რომ ანუ წელს ზრდა გვაქვს, ასე ვთქვათ, თვითონ შოუს თვალსაზრისით უკვე საკმაოდ პოპულარული ხდება ეს შოუ და წელს უშუალოდ 7 დეკემბრის შოუზე კონკრეტულად ჩვენი პარტნიორი ძალიან ძვირფასი და მაღალი ხარისხის ვისკი მაკალანია, შესაბამისად ჩვენს მომხმარებლებს უკვე ამ შოუზე ექნებათ ამ კონკრეტული ვისკის დაგემოვნების საშუალებაც და მთლიანად შეიქმნება კუპაჟი სასიამოვნო განწყობის და სასიამოვნო გარემოსი, მე მგონი, აი ამ ორ კომპონენტთან ერთად. მონადირეებს გვიყვარს ვისკი. ძალიან კარგი, ძალიან გელოდებით ამ ჩაწერას რომ დავასრულებთ, ეგ ჩვენი ცალკე, ასე ვთქვათ, სასაუბრო ნაწილია, უკვე როგორ გვინდა რომ დაგპატიჟოთ და შემიძლია არა გითხოთ, მეგობრებო, ვისი ნამუშევარი არის აი ეს გავიგერო თქვენი ნამუშევარია. ეს ორივე ჩემი ნამუშევრებია. კი, ფოლადი არის ბერტი რიდვილის, რომელიც ვახსენე, საკისრებისგან რო იჭედება. ეს მასალა არის, აი ეს რაც ბრჭყიალებს ოქროს. ეს ოქროა. კი, ოქროს ზარნიშია. კი, მაღალი ხარისხის ბაჯაღლო. ეს თქვენი ნამუშევარია, კი? ეს კი, მაგრამ ეს უკვე ალიკო აღდგომელაშვილმა გააკეთა შესანიშნავი ზარნიში ძვალში. მე ვიტყვი, რომ საქართველოში საუკეთესოა. მისი დონე ყველაზე მაღალია, რომელიც ზარნიშზე აკეთებს უშუალო სპეციალიზაციას. ცნობილი ჩვენი ქართველი ცნობილი ოსტატები, ვინ იქნებიან ამ გამოფენაზე? ჩვენთან იქნება ზაქრო ნონიკაშვილი, იქნება ბატონი ზაზარევიშვილი, იქნება გელა ხუციშვილი. მოკლედ, ანუ ქართველები იქნებიან საკმაოდ წარმოდგენილები და შესაბამისად მე მგონი, ძალიან საინტერესო იქნება მაგ კუთხით. აქ ერთი რაღაც მინდა დავამატო. რომ ბატონი ზაზა ამ პროექტებს უყურებს საკმაოდ საინტერესო კუთხით. ანუ გარდა იმისა, რომ ეს არის ერთგვარი კოლაბორაცია, ანუ ფაქტიურად ქართულ ოსტატებსაც ექნებათ იმის საშუალება და აქვთ იმის საშუალება, რომ ეს კონკრეტული ნამუშევარი უკვე მათი სახელით თუნდაც რომელიმე საერთაშორისო გამოფენაზეც იყოს წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ ზაზა აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებზეც, ანუ როდესაც ამ კონკრეტულ ნაკეთობას თავისი პრეისკურანტი მიყვება, იქ ყოველთვის არის ნახსენები ქართველი ოსტატები და შესაბამისად ეს არის კოლაბორაციული ნამუშევარი და მათი სახელი გარეთაც გადის. პროექტი გელა ხუციშვილთან, რომელიც ამ წლის ატლანტის გამოფენაზე ატლანტაში არის ყველაზე დიდი
თავისი ზომით და მასშტაბით მსოფლიოში გამოფენა და იქ მოხდა იმის რეალიზაცია ჩემი და გელახოშვილის ერთობლივი ნამუშევრის. ხო, ანუ ფაქტიურად ეს გარეთ გადის რა და ანუ წინასწარ ნაფიქრია უკვე რომ ეს იყოს ერთობლივი პროექტი ქართველ ოსტატებს შორის, რომელიც არა მარტო Art Knife Expo-ზე, ანუ ჩვენს მხატვრული დანების გამოფენაზე, არამედ ნებისმიერ საერთაშორისო გამოფენაზეც იქნება წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როდის? ესე იგი, ჩვენ ვიკრიბებით 7 დეკემბერს სასტუმრო პულმანში 13 საათიდან გაიხსნება კარი და შესაბამისად ჩვენს დამთვალიერებლებს ექნებათ საშუალება, რომ აი ეს საოცრება ნაკეთობები უკვე ძალიან ესეთი მოკლე თვალსაჩინო მანძილიდან დაათვალიერონ და სრულესამებრ შეუიარაღებელი თვალით. კი ბატონო, კი ბატონო. ჩვენი არხის მხარდამჭერები